როგორ იმართება ისევ და ისევ ჩვენი რამდენიმე დღე. აი ამის თქმას მე ტელევიზიებში ვერ ვახერხებ. შრომის საკითხებზე საუბარს ვერ ვახერხებ. სახელმწიფო უთანასწორობაზე საუბარს ვერ ვახერხებ. სულ სხვა თემებზე ერთი და იგივეს გარჩევა მიდის თვეების განმავლობაში. და ამით იგებს ქართული ოცნება თავისი სტრატეგიით მკვდარი ვირთხა. ხო თქვი ერთხელ, რა არის მკვდარი ვირთხა? გამოდიან, გვიტარებენ ღამის ბრიფინგებს ატარებენ და მთელი ღამე მე და თქვენ ვზივართ და ველოდებით. აბა, ხვალ ვის დაიჭერენ? კი, ჩაგუნავას დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ? გაჭარავას დაიჭერენ თუ არ? სილაგაძეს ხდებით თქვენ რას გვიკეთებენ ესენი? ეს არის ჰიბრიდული ომი და მკვდარი ვირთხის ტაქტიკა. ამის მაგივრად ყოველ დღე ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ამ ყოფაზე, რომ ირაკლი სოფიანმა და ბიძინა ზებრამ დაინიშნა 16,000 ლარი ხელფასი. მეგობრებო, ბიძინა ზებრას ადამიანს, რომელსაც ელემენტარულად საქმე არ აქვს დღის განმავლობაში, ხალხო ფეხბურთის თამაშებზე დადის მხოლოდ საყურებლად 16,000 ლარი აქვს ხელფასი. და ბავშვებს, რომლებიც მუშაობენ იმ სასულსათო ქსელებში, აქვს 900 ლარი ხელფასი. და ფეხები გკივათ მერე და ვენები აწუხებთ და წელი აწუხებთ პატარა ბავშვებს. იმის მაგივრად, რომ ამ დროის განმავლობაში სტიპენდია ჰქონდეთ და სახლში იყვნენ და მეცადინეობდნენ. აი ამას გვიქმნის ბიძინა ივანიშვილი.